მოგესალმებით ეთერშია რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე. ეს გადაცემა მიმყავს მე გოგი გვახარიას. გოჩა ლეჟავა არის დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. ბურკის აკრძალვის საკითხზე სახალხო დამცველს პარლამენტის კომიტეტის ხდომაზე პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა დაუსვა კითხვა. დეპუტატი დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ნილო ლომჯარია მის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მუსლიმი ქალებისთვის ბურკის და ნიქაბის აკრძალვას მითვალისწინებს. ბექა ყურშია არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, აღმოსავლეთ ცოდნე. ბექა არ ვიცი საქმის კურსში ხარ თუ არა, ემზარ კვიციანის ინიციატივაა ეს, ის მოითხოვს რომ მუსლიმი ქალებისთვის აიგრძალოს ბურკის და ნიქაბის ტარება საქართველოში და ძალიან საინტერესოა რომ სახალხო დამცველმა უპასუხა ამ კითხვას, მან დისკრიმინაციულად ჩათვალა თავისთავად უკვე ეს ინიციატივა და აღნიშნა რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით საფრანგეთში მიღებულ გადაწყვეტილებაც კი უარყოფილ იქნა, ანუ ჩაითვალა რომ ეს არის დისკრიმინაციული. მოდი ჯერ დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან და იქნებ მაინც რადიო მსმენელს თავიდან უთხრათ თუ რას გულისხმობს ნიქაბი და ბურკა, რატო ატარებენ ქალები. ბევრი ამბობს რომ ბევრისგან გამიგია რომ აი მეშინია როცა უყურებ ასეთ ქალებს. სხვათაშორის ეს შიში გახდა მიზეზი იმისა რომ საფრანგეთში აიგრძალა ბურკა და ნიქაბი, არა მარტო საფრანგეთში, აქ არის ესპანეთი, იტალია, შვეიცარია და სკანდინავიის ქვეყნები და არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებში, ვთქვათ, არა მარტო ევროპულ ქვეყნებში არის მაგალითად ჩადი, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა არის მუსლიმი, არის ნიგერი, ვთქვათ, აფრიკაში, რომ სადაც ასევე აბსოლუტური უმრავლესობა არის მუსლიმი, მაგრამ ამ ქვეყნებშიც აკრძალულია ბურკისა და ნიქაბის ტარება. ვთქვათ, რა მოტივი არის პირველ რიგში ჩადში მომხდარი 2010 წელს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც ემსხვერპლა 50-ზე მეტი ადამიანი, ნუ ეს ტერორისტი იყო ჩაცმული, ეს კაცი იყო გადაცმული, ეცვა ნიკაბი და მისი ესე ვთქვათ იდენტობის დადგენა ამ შემთხვევაში ძალიან გაჭირდა. აქედან გამომდინარე გადაწყვიტა ჩადის მთავრობამ რომ აიგრძალა ბურკა და ნიკაბი. როგორც იცით, ეს მთლიანად ფარავს, როგორც ბურკა ასევე ნიკაბი მთლიანად ფარავენ ქალის სახეს. აი ვთქვათ, როცა შემოდიან საზღვარზე საქართველოში, ხო? ხშირია შემთხვევები საზღვარზე, როდესაც უწევთ ხოლმე, ძირითადად ეს არის არაბული ყურის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს, ხო, უწევთ ხოლმე, ქალებს უწევთ ხოლმე გახდა მის ახსნა ნიკაბის. ბურკის შემთხვევა ძალიან საქართველოში ბურკით არავინ არ მინახავს. ბურკა არის ტრადიციული ავღანური სამოსი, რომელსაც იყენებენ მხოლოდ ავღანეთში. სხვა არაბულ გრძელი ხო უფრო გრძელი და ესე ვთქვათ, სახეც თვალებიც კი აღარ უჩანთ. ანუ ამ შემთხვევაში ნიკაბი თვალები ჩანს. და საზღვარზე შემოსვლის დროს ძალიან ხშირი იყო და ძალიან ხშირად გამიგონია მსმენია ტურისტებისგან, რომ ეს არის მათთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და ესე ვთქვათ, ძალიან მიუღებელია მათთვის და რაც არის მაშინაც კი როცა ქალი არის მესაზღვრე, არ ვიცი, ამას აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, აქვს ამას მნიშვნელობა. ქალი თუ არის, ამ შემთხვევაში არ არის პრობლემა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კაცები აკეთებენ ამას და ეს არის ყოველად მიუღებელი მათთვის. რაც არის მთავარი ამ შემთხვევაში ბურკა და ნიკაბი და თუნდაც ჩადრი და ჰიჯაბი არ არის, ვთქვათ, რელიგიური ატრიბუტი. მხოლოდ რელიგიური ატრიბუტი. ეს არის მუსლიმი ქალის იდენტობის განსაზღვრელი. საფრანგეთში როდესაც აიგრძალა ნიკაბი, მაშინ ძალიან ბევრმა მაროკოელმა, ლიბიელმა, ალჟირელმა მიგრანტმა, მავრითანიელმა ასევე თქვა უარი საერთოდ საფრანგეთში ცხოვრებაზე. და მათ დატოვეს ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან დიდი წნეხი და სტრესი მუსლიმი ქალებისთვის. აი მაგალითად ბევრი ამბობს რომ თუ აიგრძალა ბურკა და ნიკაბი, თქო სკოლაში, რამდენადაც ვიცი, აიგრძალა ხო, რომ გოგონა მივიდეს საფრანგეთში.
რატო შეიძლება ჯუდიციარული მაგალითად? აი ეს არის ამის გამიჯვნა არის ძალიან რთული და ძალიან კომპლექსური საკითხი და უნდა დაუბრუნდეთ მაშინ ყურანის განხილვას და არსებობს ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია საერთოდ ამ ნიკაბზე არის მაგალითად მასჰაბები ისლამში რომლებიც საერთოდ გრძალავენ ნიკაბის ჩაცმას და ამბობენ რომ ეს არ არის ისლამში დაშვებული არის რელიგიური დენომინაციები ისლამური დენომინაციები რომლებიც პირიქით ამბობენ რომ ეს არის ეს არის რელიგიური ვალდებულება და ყველა ქალს უნდა ეცვას ნიკაბი. Თქვათ ირანში მე-16 საუკუნეში ნიკაბი ჰიჯაბი გამოიყენებოდა მხოლოდ და მხოლოდ მაღალი კლასის წარმომადგენელი ქალებისათვის. მე-17 საუკუნიდან უკვე იცვლება სიტუაცია და უკვე დაბალი ფენის და დაბალი კლასის წარმომადგენელი ქალებიც იცვამენ და იმოსებიან. შემდგომ უკვე რეზა ფეჰლევის პერიოდში პროდასალურ გეს იღებს ირანი და აქედან გამომდინარე იგრძალება მთლიანად იგრძალება ჰიჯაბი, ნიკაბი, ბურკა და მსგავსი ქალის სამოსი. შემდგომ უკვე 79 წლიდან ისევ ისლამური რევოლუციის შემდეგ დღეს უკვე ვერ გაივლი ირანში ჩადრის გარეშე ხო აბსოლუტურად ისევ რადიკალურად იცვლება შეგიძლია გაიარო რა თქმა უნდა ხო ანუ ამაზე არ არის ამაზე პრობლემა არ არის რა თქმა უნდა ხო ეხლა ამ გაეროს პოზიცია არის საინტერესო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ჩათვალა რომ დისკრიმინაციული არის საფრანგეთის გადაწყვეტილება. მე არა ვარ საქმის კურსში შემდგომში რა მოხდა? ანუ აი საფრანგეთში არ შეცვლილა კანონი, რამდენიც ვიცი, კვლავ მოქმედებს, ხო? მოქმედებს ეს კანონი. და საქმე ის არის, რომ აი საფრანგეთშიც ეს შემთხვევა იყო, რომ აი უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავენ ისევ და ისევ ნიკაბს, რომ ეს საკითხი დადგა არაბულ ქვეყნებშიც, ერაყში, იმიტომ რომ აი ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები ხშირად იყენებდნენ ამ ხერხს, როდესაც გადაცმულები შედიოდნენ ხოლმე, ვთქვათ შიიტურ ქალაქებში და იქ იფეთქებდნენ თავს. ზუსტად ეს იყო მიზეზი ევროპაშიც რომ ეს ძალიან რთულია ამ დროს ვინაობის და პიროვნების დადგენა ვინ არის ვინ დგას ვინ იმალება ამ ნიკაბში და შენი აზრით კვიციანის ეს ინიციატივაც ამას უკავშირდება ეს არის ძალიან არ ვიცი რა დავარქვა ეს არის ძალიან ინფანტილური ეს არის პატრიოტთა ალიანსის წევრი ანუ ეს მემარჯვენე ძალების ზოგადად მიდგომა და ეს პოპულისტური მიდგომა შეიძლება ითქვას და ძირითადად იმ ქვეყნებში ხოლმე მე არ ვიცი საქართველოს რა ამ ხრივ როგორ და რანაირად ანუ საიდან მგონია თითიდან გამოწვეულია რა თქმა უნდა ბუნებრივია ეს თემა და არა მარტო საქართველოში მთლიანად ევროპაშიც შეიძლება ითქვას და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც მიგრანტთა რაოდენობა იზრდება მაგალითად უნგრეთში მაგალითად პოლონეთში საფრანგეთში აი ამ ქვეყნებში პოლიტიკოსები ეს მემარჯვენე ძალები ყოველთვის ცდილობენ გამოიყენოთ აი თავიანთ რაღაც მართვის იარაღად რომ აი რაღაც ახალი საკითხი წამოწიონ წინ ყურადღება გადაგვატანინ ყურადღება გადაგვატანინათ ხო და დაახლოებით ესეთ რაღაც მგონია კვიციანის ეს რაღაც რეაქცია თუ არ ვიცი რა დავარქვა საერთოდ ამას და უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ საქართველოში ქართველი მუსლიმები ძირითადად ნიკაბს არ იყენებენ ისინი ჩადრით იმოსებიან მაგრამ პანკიში ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენდენცია ძალიან მცირეა მათი რაოდენობა მაგრამ მე მინახავს ჩემი თვალით რამდენიმე ისეთი ქალი რომელსაც ეცვათ ვთქვათ ნიკაბი და არის ასეთი შემთხვევები რომ ქალები მოგვიანებით ან იმავე დროს აღიარებენ რომ მათ აძალებენ ამის დაკარგვას რა თქმა უნდა არის ბუნებრივი არის ასეთი შემთხვევები ბოლო პერიოდში პაკისტანში კარაჩიში გახმაურებული ამბავი როდესაც ქმარმა აჩეხა პირდაპირ მნიშვნელობით თავისი ცოლი იმის გამო რომ მან განაცხადა რომ არ უნდოდა ამ ბურკის ჩაცმა. არის ძალიან ხშირია ესეთ შემთხვევები, მაგრამ არიან აქ ვერ დაადგენთ ხო მაინც ძალიან რთულია ამის დადგენა. ნებაყოფლობითია თუ ძალდატანა. მაგრამ არიან ქალები, რომლებიც აღიარებენ და ანუ პირიქით ამბობენ რომ ორ ნაწილად იყოფა არიან ქალები, რომლებიც ხმამაღლა ამბობენ რომ მათ
ოჯახში მაგალითად აძალებენ, ან მათი კულტურა ძალადობს მათზე, ან რელიგია ძალადობს მათზე, ამბობენ ამას და არიან ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ არის ძალადობრივი, ეს არის ნებაყოფლობითი და ეს არის მათი იდენტობის მთავარი მახასიათებელი, მთავარი განმსაზღვრელი შეიძლება ითქვას. მე გითხარი დასაწყისში, რომ არა მარტო პოპულისტი პოლიტიკოსები და მემარჯვენეები, როგორც ჩვენ თქვი, არამედ ხალხშიც ძალიან გავრცელდა უკვე ასეთი მოსაზრება, რომ შეეშინდათ, ეშინიათ, რომ დათრგუნულები არიან, როცა ხედავენ ამ. ხო, ეს არის რაღაც უცხოს შიში, შეიძლება იმიტომ რომ არიციან ნიშნულობა თავად, ხო? ხო, რა თქმა უნდა და ჩვენთან, ეს ძალიან გავრცელებულია ის აზრი, რომ თან ამას ემატება ის აზრიც, რომ ვიღაცებს ეცოდებათ ქალები, რომლებსაც ნიკავი ძალიან ხშირად მსმენია. ფემინისტები როგორც წესი ამბობენ, რომ ეს ძალადობის შეიძლება ასე ითქვას მსხვერპლი არის. ხო, გააჩნია აი მემარცხენეები მაგალითად ამბობენ, რომ აი თქვათ 79 წლის რევოლუციის შემდეგ მემარცხენეებმა არ დაუჭირეს იმ ქალებს მხარი, თუნდაც იგივე ირანში მემარცხენე მოძრაობებმა არ დაუჭირეს იმ ქალებს მხარი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნიკაბი პირიქით ამსხრევდა მათ იდენტობას და ეს იყო ძალადობრივი. ძირითადად ეს მემარცხენე მემარცხენე მხარი დაუჭირა ირანის რევოლუციას. ხო, დასავლელმა მემარცხენე. ხო, ძალიან უცნაურია, ხო, ეს არის ძალიან უცნაური, რაღაცა პარადოქსია და ნუ ისიც გვახსოვს, რომ აი მემარცხენე ფემინისტები ჩავიდნენ ირანში და მათ ეს, ანუ ჰიჯაბით ჩავიდნენ და ჰიჯაბით შეხვდნენ მათ ეს რა ქვია ირანის რელიგიურ მთავარ მარჯაუდინ რასაც ეძახიან, ანუ რელიგიის პირველ წყაროს. ის საინტერესო ძალიან მნიშვნელოვანი ომბუდსმენს რატო მიმართა პატრიოტთა ალიანსის წევრმა და ძალიან საინტერესო იქნება შემდგომში ეს კანონი რომც მიიღონ კონსტიტუციური ასე ვთქვათ რეაგირება, იმიტომ რომ რამდენად ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს არის სეკულარული სახელმწიფო, დავიწყოთ აქედან. და აქედან გამომდინარე მე რას ფიქრობ, რომ კვიციანი არ მგონია იმდენად ჩახედული იყოს საკითხში, ან იმდენად იაზრებდეს საკითხის მნიშვნელობას ზოგადად და მგონია, რომ ის უბრალოდ ცდილობს აი საკითხების წამოწევას, იმიტომ რომ სხვა არაფერი მნიშვნელოვანი სათქმელი არ აქვს. და ნინო ლომჯარიას მოიაზრებს როგორც მის პირად და იდეოლოგიურ კლასობრივ მტერს, შეიძლება ითქვას. აქედან გამომდინარე, ხო, როგორც ლიბერალს, აქედან გამომდინარე, მისთვის ეს არის ერთ-ერთი ხელმოსაჭიდი, რომ რაღაცა კიდევ ერთი ხელმოსაჭიდი ვთქვათ, რომ იმიტომ რომ ის თემები, რომელზეც ძირითადად აპელირებენ ხოლმე, შეიძლება უკვე გაბანალურდა მათთვისაც და ახალი თემაა, ხო. ჩვენ დაუკავშირდებით აუცილებლად სახალხო დამცველს და ძალიან საინტერესო იქნება მათი პოზიცია. ძალიან დიდი მადლობა ბექა ყორშია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გაგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით მთელ რიგ შემთხვევაში ქალები ბურკას შეიძლება იძულებით ატარებდნენ, მაგრამ შესაძლოა ეს დისკრიმინაციული იყოს, თუმცა ომბუდსმენის შეფასებით ქალებისთვის ამ ტანისამოსის აკრძალვა, მათი უფლებების დაცვა ვერ იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაშიც მათ ცხოვრება უწევთ. დიდი მადლობა ბექა, ჩვენი გადაცემის ხმის რეჟისორი იყო გოჩა ლეჟავა, გემშვიდობებით ორ შაბათამდე. კარგად გრძანდებოდეთ.